ფინანსური პროგნოზი. ნახოთ უახლოეს პერიოდში როგორი იქნება თქვენი ფინანსური პროგნოზი სამი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით Facebook-ის არსებულ გვერდზე, Instagram-ის, შეგიძლიათ ასე მომდეოთ WhatsApp-ზე 551 1128 პირველი ვარიანტისთვის როგორი იქნება ფინანსური მდგომარეობა უახლოეს პერიოდში. მეორე ვარიანტი. რაღაც თქმა უნდა მესამე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, გააკეთეთ არჩევანი, ვინც ვერ მოასწრო არჩევა შეუძლიათ დააპაუზოს, დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის უახლოეს პერიოდში ფინანსური კუთხით იქნება პატარ-პატარა ასე თქვათ გარღვევების სიტუაცია და უგეგმავი მდგომარეობა გაუთვალისწინებელი ხარჯები, მაგრამ მთლიანობაში მაინც ძალის არკანის კომბინაცია არის და საკმაოდ სტაბილურ პოზიციას აჩვენებს. ესეთ რამეს ვიტყოდი. კი, ხარჯების პოზიცია და უგეგმავი სიტუაციების შესაძლებელი არის ქონდეთ უახლოეს პერიოდში, რამაც თქვენი გარკვეული კუთხით შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანებადობის ფაქტორი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ სტაბილური ნორმალური, კარგი ფინანსური მდგომარეობა შესაძლებელი არის ქონდეს. უფრო მეტი მოთმინება გამოიჩნია, უფრო მეტი თავშეკავებულობა სიტუაციური კუთხით და შენთვისვე უკეთესი იქნება. რაც უფრო მეტად პოზიტიური და დადებითი განწყობა გექნება, უკეთვე წავა შენი სიტუაციები და რა თქმა უნდა ჩართულობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენ არაფერი არ გააკეთო, ფეხი ფეხზე გადაიდო და ელოდო ჰარი და როდეს ჩამოვარდება, ხო, ზეციდან ფული ესე არ ხდება. ასე რომ შემოსავლები არის, სტაბილურობა არის, ხარჯებიც არის, მაგრამ ეს ყველაფერი არის საჭირო სიტუაციებიდან გამომდინარე პირველი ვარიანტი. რაც თავარი არის, ძალა შენთან არის პირდაპირ მნიშვნელობით. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ასეთ რაღაცას ვიტყოდი, ნელ-ნელა მიდიხარ კულმინაციის პერიოდისკენ, კიდევ შესაძლებელი არის იყოს გარკვეული სახის პატარ-პატარა პრობლემები, პატარ-პატარა სანერვიულო თემები ფინანსური საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ შეხედე, აქ უკვე გარკვეული კუთხით ის შედეგი რაც შეიძლება რომ შენ გინდოდეს ფინანსურ თემასთან დაკავშირებით, ან რაიმე სახის ჩანაფიქრი ან ფინანსური კუთხით შემოსავლის და ან წინსვლა და მსგავსი განვითარების თემები, შეხედე ნელ-ნელა უკვე განვითარების პროცესში არის. უბრალოდ სამყარო გეუბნება ისეთ რაღაცას, რომ ცოტა კიდევ ადროვე. მართალია, ხე ამ მომენტისთვის ამ შემთხვევაში შენი ფინანსური საკითხი იგულისხმება არის პატარა ზომის, ხო, ანუ ამ შემთხვევაში განუვითარებელი რაღაცა მომენტში ბოლომდე არ არის ზემოთყოფი სიტუაციების კუთხით, მაგრამ ნელ-ნელა საკმაოდ კარგ შედეგებზე შეიძლება გახვიდე. რაც უფრო მეტად მოთმინება შართავს საკუთარ თავში, შედეგი უკეთესი გექნება. რეალურად აქ რასაც მიჩვენებს, უკეთესი ფონი გექმნება ფინანსების კუთხით. ნელ-ნელა მიდიხარ იმაზე უფრო კარგი სიტუაციების კუთხით, ვიდრე შეიძლება ამ მომენტისთვის იმყოფებოდე. და რა თქმა უნდა, მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, ფინანსური კეთილდღეობა კი შესაძლებელი არის ქონდეს შემოსავლები და უგეგმავი ერთგვარი რაღაცა საჩუქრის სახითაც შეიძლება მოვიდეს ფინანსები ერთგვარი ისე ყოველდღიურობაში საჩუქარი შეიძლება მიიღო გარშემოყოფებისგან, მაგრამ აქ პრობლემის არსი იმდენად არ არის ფინანსური თემები, როგორც შენი შინაგანი განწყობის მდგომარეობა და შინაგანი სურვილები, შინაგანი გამოხატვის მდგომარეობა. რაღაცა მომენტში შენ მეტად გჭირდება საკუთარი თავის სიამოვნება. ანუ გარშემო რამდენი ადამიანიც არ უნდა გყავდეს, შინაგანად ხარ როგორც პატარა ბავშვის პოზიციაში, რომელსაც არაფერი არ ახარებს, რომელიც რაღაც მომენტში თავს მარტოსულად გრძნობს. აქ ფინანსებზე იმდენი ყოველდღიურობაში ახლა პერიოდში ფინანსები საჭირო არის, მაგრამ უფრო მეტი აქცენტირება გაამახვილა იმაზე, შენ რა გსურს, შენ რა გინდა, რისი მოთხოვნილება აქვს, სულს რის მოთხოვნილება აქვს გულს, ხო? აი ამაზე მეტად იყავი ორიენტირებული. ფინანსური კუთხით სტაბილურობის თემას აჩვენებს, მაგრამ მეტი სიამოვნების თემები მიანიჭა საკუთარ თავს.